ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ცხოვრებაში დაბრუნების შანსი ამ სახელწოდების გამოფენა დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. დარბაზში ფსიქიური პრობლემების მქონე ხელოვანების 100-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენა თბილისის მერიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის არტ-თერაპიული განყოფილების ინიციატივით გაიმართა. ამ კატეგორიის ადამიანებისათვის, ვისაც აქვს პრობლემები ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ, ნებისმიერი დასაქმება, ნებისმიერი შრომა ეს არის კურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. რა თქმა უნდა, მათ შორის ხელოვნება და მათ შორის ეგრეთ წოდებული არტ-თერაპია, რომელსაც ხშირად გამოყავთ ესეთი ადამიანები მდგომარეობიდან და ძალიან ხანძრივ რემისიას აკეთებს. მომავალშიდაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხარი დაუჭიროთ ამ კატეგორიის ნებისმიერ აქციას. გამოცდილებამ დამანახა, რომ მარტო სამლე პაციენტი ვერ გამოვა მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ხელი დღე უსაქმოდ საწოლის დარგლებში ყოფნა და ტელევიზორის ყურებას რო გაეყვანა, უჩნდება უიმედობა, ფუნქციოდ ცნობს თავს და ზოგჯერ ეს ფუნქცია მის უფრო ტანჯველი ვიდეო ამოტოპური სინქრონები. როდესაც გავაკეთე პირველად არტ-თერაპიულ განყოფილებას 98 წელს და პაციენტების მდგომარეობა ნახე, რომ საერთოდ გაუმჯობეს და ამის შემდეგ გავადიდეთ ეს და მთელი სამყოფოს დაკეთდა დიდი არტ-თერაპიული განყოფილება.